სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით წალკის ეპარქიაში სოფელ დაშბაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის გუმბათის აღდგენა ხორციელდება. სამუშაოებს არქიტექტორი რესტავრატორი ქეთევან ჩიხაძე ხელმძღვანელობს. 14 სექტემბერს ადგილზე იმყოფებოდა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მეუფე გრიგოლმა საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით ტაძრის ეზოში პარაკლისი გადაიხადა. თანამსახურებდნენ წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ჯიბუტი და სხვა სასულიერო პირები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონს ანუ საეკლესიო ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ღვთისმსახურებას ტაძრის სარესტავრაციო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. პარაკლისის დასრულების შემდეგ წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა ტაძრის გუმბათზე აღსამართი ჯვარი აკურთხა. მეუფე გრიგოლმა შეკრებილები დალოცა, საეკლესიო ახალი წელი მიულოცა და ყველას მადლობა გადაუხადა ტაძრის სამუშაოებში მონაწილეობისთვის. ყველას გილოცავთ ახალ საეკლესიო 2025 წელს ჩვენ წალკის ეპარქიაში დიდი სიხარულით ხვდებით ამ დღესასწაულს. ჩვენ სოფელ დაშბაში სრულდება რესტავრაცია წმინისა ტაძრისა გიორგისა და მადლობელი ვართ პირველის ყოვლისა იმ ადამიანებისა, ვინც სახურობს ამ სოფელში. ეს არის დეკანოზი გიორგი ჯიბუტი, უკვე 13 წელი ამ სოფელში სახურობს და ეს ტაძრის აღდგენა მისი, ასე ვთქვათ, ოცნება, ლოცვები, ცრემლი და ოფლი. მადლობელი ვარ მამისა, იმიტომ დაძრა ეს საკითხი და შევუერთ ამ საქმეს ქალბატონი ქეთევანი ჩიხაძე, ცნობილი დამსახურებული არქიტექტორი, რომელიც 60-იან წლებიდან შეისწავლა ეს მხარე, განსაკუთრებით წალკის ეპარქია და მადლობელი ვართ, რომ მისი, ასე ვთქვათ, შრომით, მისი ასე ღვაწლით მოხდა ამ ტაძრის პროექტის შედგენა და 3 თვეში აღადგინეს ამ ტაძრის გუმბათი. მადლობელი ვარ ბატონი ამერან უგრეხელიძესა და მისი, ასე ვთქვათ, გუნდი. ეს არის სპარტაკი, ბექა და დავითი. მერთმა დაალოცოს ეს ადამიანი, ინებოს მერთმა ამ წმინდა ტაძრის აღდგენის მერე ჩვენ აღვადგინოთ ჩვენი ტაძრები სამაჩაბლოში, აფხაზეთში და სრულიად საქართველოში. მერთმა დაგლოცოთ და მრავალი ტაძარი აღვადგინოს უფალმა და იქ გველოცოს ჩვენ ძმებთან, აფხაზებთან, ოსებთან, ბერძნებთან, სლავაკთან. სადიდებლად უფლისა. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მე-11 საუკუნით თარიღდება და ერთადერთი შემორჩენილი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა თრიალეთის ძეგლთა შორის, თუ არ ჩავთვლით გვიან ბერძნების მიერ აშენებულ ეკლესიებს. ტაძარში ღვთისმსახურება 2013 წელს განახლდა. ეს ტაძარი აშენებულია მე-10 საუკუნის ბოლოს რატი ბაღვაშის მიერ. რატი იყო კრდეკარის ერისთავთერისთავი, რომელმაც აღაშენა ეს ტაძარი, მისი წარწერაც არის ამ ტაძარზე. რატი გამოჩენილი პიროვნება იყო თავისი დროის 1021 წელს დაიღუპა იგი ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლაში, გიორგი პირველის მხარეს იბრძოდა. ტაძარი ერთადერთი გუმბათიანი ტაძარია თრიალეთში, წალკის რაიონში, ქართული ტაძარი, რომელსაც გუმბათი ამშვენებს, აქ მეტი არ არის. ტაძარი საუკუნეების განმავლობაში იდგა ამაყად ამ სოფელში, ადრე ეს სოფელი ქალაქი იყო, ახალ ქალაქი ერქვა მას და მე-18 საუკუნეში ქალაქი უკვე დაინგრა და როცა აქ დასახლდა თურქეთიდან ტოლვილი სომეხი მოსახლეობა, უკვე აქ ამ სოფელს დაერქვა დაშბაში. ტაძარი მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე დანგრეული იყო და ნახევრად დანგრეული, გუმბათი მოცლილი, ჭერი ჩამოქცეული იყო, თაღები და 70-იან წლებში ძეგლთა დაცვამ აღადგინა ეს ტაძარი, მხოლოდ გუმბათი რატომღაც არ აღადგინეს და აი მეუფის ლოცვა კურთხევით, მეუფე გრიგოლის ლოცვა კურთხევით მიმდინარეობს მუშაობა ამ ტაძრის აღდგენაზე. ტაძარი ისტორიული მნიშვნელობისაა, მასზე უამრავი წარწერა. პირველ ყოვლისა ეს არის რატის წარწერა, წერია ქრისტე ადიდე, რატ ერისთავთ ერისთავ. და კიდევ რამდენიმე წარწერა, მათ შორის არის
მელქისედეკ კათალიკოსის წარწერა, ეს მელქისედეკი თქვენ იცით არის სვეტიცხოვლის ამშენებელი და მან პირადად გააკეთა წარწერა, როგორც ჩანს. ტაძარი იყო მოხატული, ამჟამად მხოლოდ ფრესკების კვალი არის ტაძარზე, სხვა შემორჩენილი არ არის. აი ასეთი მნიშვნელოვანი ეკლესია გვაქვს, ტაძარი გვაქვს ჩვენ წალკის რაიონში, წალკის ეპარქიაში. ადგილობრივი მოსახლეობა არის სომხები არიან. მოდიან ტაძარში, ზოგი ინათლება კიდევაც, ჯვარის დამიწერია, სახლის მიკურთხები აქვს, რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ძალიან მეხმარებიან, კიდევაც როცა რაიმე დამჭირდება. ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. სარესტავრაციო სამუშაოების გამო ამ დროისთვის ტაძარში წირვა-ლოცვა არ აღესრულება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები 2025 წლის ივნისში დაიწყო და უახლოეს პერიოდში დასრულდება. წმიდა გიორგი ნაქალაქევისა, ვიღაცა მადლიანმა კაცმა დაწერა ესა. და აი წარწერის მიხედვით დაადგინა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომ ეს ამ სოფელს ქვიოდა ამ წარწერის გაკეთების დროს ნაქალაქევი და მანამდე კი ეს იყო ახალ ქალაქი. რაც ისტორიულ წყაროებით დასტურდება. ნაქალაქარი ესე უკვე დანგრეული იყო და უკვე ნაქალაქარი იყო დარჩენილი. საკურთხევლის ფრესკა იყოფოდა რამდენიმე რეგისტრად. დელთავრები იყვნენ, იქ მაცხოვარი, ხო და ეს რეგისტრის ის არის, რა ქვია, კვალი აი ასე იყო. ქვევით კიდევ სხვა წმინდანების. ხო და ეს გაყოფა რამდენიმე რეგისტრად იყო გაყოფილი. ეს კვალია მარტო დარჩენილი. გუმბათი ეხლა აღდგა, აი მხოლოდ იმ პირველი წრე რო აქვები რო აწყვია პირველი წრე ეს იყო მის დროს, რესტავრაციის დროს 70-იან წლებში. და შემდეგ იყო უბრალოდ თუნუქით გადახურული, მეტი არაფერი. ხო და ეხლა ყელი ამოხდა. შეგახსენებთ, რომ ტაძრის რესტავრაცია პირველად 70-იან წლებში ჩატარდა. იმ პერიოდში აღდგენითი სამუშაოები დიდი მოცულობით განხორციელდა, თუმცა გუმბათის აღდგენა შეჩერდა და დროებით თუნუქით გადაიხურა. რესტავრაციის მეორე ეტაპი 50 წლის შემდეგ განახლდა. ტაძარი 37 წელს აზომა წილოსანმა, მაშინ მთლიანად თითქმის დანგრეული იყო, გუმბათი არ არსებობდა. ჩავარდნილი იყო ქანობები. სამხრეთის, ჩრდილოეთის, დასავლეთის და 70-იან წლებში მოხდა რესტავრაცია. შეიძლება ითქვას ნაწილობრივ გუმბათამდე. 50 წლის შემდეგ ისევ განახლდა ამ ძეგლის საკითხი, რომ მთლიანი გუმბათი დასმულიყო. ფაქტიურად გუმბათი არ იყო, გადახურული იყო და თავწაჭრილივით ჩანდა. და დიდი თხოვნა ეპარქიიდან, გამგეობიდან და დავიწყეთ ამ ტაძარზე მუშაობა. გაკეთდა პროექტი, რამოდენიმე ვარიანტი გაკეთდა, მაგრამ ამ ვარიანტებიდან საბჭომ გადაწყვიტა ეს დღევანდელი სახე რაც არის. მოვიძიათ სპეციალურად ქვა, ასპინძიდან მოგვაქვს ეს ქვა, ვარდისფერი ქვა არის. სამუშაო ძალიან რთულია, თქვენ ხედავთ რა რთული სამუშაოა, სამი მხრიდან ქანობებია და ხარაჩოს დადგმაც კი ძალიან ძნელდება. ერთადერთი მოსასვლელი გზა არის და ეს გზაც პრივატიზებულია, თქვენ წარმოიდგინეთ, მოსახლეობის მიერ და დროებით გვათხოვეს და ამ გზიდან შემოვდივართ. ხარაჩები დაიდგა, მშენებლობა დავიწყეთ ივნისის თვეში, ივნისის 26-ში და გრძელდება დღემდე. ჯვარგუმბათოვანი ეკლესია ამ ტერიტორიაზე ფაქტობრივად გუმბათიანი ტაძარი არ მოიპოვება. ის 156 ტაძარი გვაქვს აზომილი 79 წელში. ექსპედიცია ვქონდა, ძეგლთა დაცვა იყო ესეთი ირაკლი ციციშვილის დროს. და პასპორტიზაციას ვატარებდით მთელ საქართველოში და მეწილად ხვდა ქვემო ქართლი და ზემო ქართლი. და მაშინ 156 ეკლესია აღწერეთ, მათ შორის ეს ტაძარი, აქვეა კიდე მეორე ტაძარი, აქვე ახლოს, ისიც მე-10 საუკუნისა, ისიც ნანგრევებია და ჯვარ-გუმბათოვანი ერთადერთი ეს ტაძარია. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს მდინარე ხრამის კანიონის მარჯვენა მხარეს 400 მეტრ სიმაღლეზე, კლდის თხემზე, ჭოჭიანის დაბლობზე. სოფლის ჩრდილოეთით ზღვის დონიდან 1485 მეტრზე. ტაძარი მდებარეობს ქარაფოვან კლდის ყველაზე მაღალ შესამჩნევ ადგილას. მიუხედავად მისი მცირე ზომისა, იკითხება მკვეთრი სილუეტი, რომელიც კლდოვანი მასის დასრულებულ ფორმას ქმნის.
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღევლინა. ღვთისმსახურება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სასულიერო აკადემიაში მოღვაწე მოძღვრებსა და სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღასრულა. პარაკლისის დასრულების შემდეგ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ მასწავლებლებსა და სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა. უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისადმი განსაკუთრებული მოწიწება და პატივისცემა გამოხატა. მან ეკლესიისა და ერის წინაშე სასულიერო აკადემიისა და სემინარიის როგორც პატრიარქის მიერ ეკლესიის წიაღში დაფუძნებული უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის უდიდეს დანიშნულებასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ღრმად გააცნობიეროს პასუხისმგებლობა და შეძლოს მოღვაწეობის ის სახე აჩვენოს, რაც სათნოა ღვთის წინაშე. ჩვენთვის დიდი მაგალითია უწმინდესი პატრიარქი. მისმა მოღვაწეობამ შესაძლებელი გახადა საქართველოში უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლებისა და სასულიერო სემინარიების დაფუძნება, საერო უმაღლესი სასწავლებლების დაარსება და საღვთისმეტყველო მეცნიერების აღორძინება. უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობამ შესაძლებელი გახადა საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინება. თითოეულ თქვენგანს თქვენი მოღვაწეობით კი შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ იმაში, რომ უწმინდესი პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით დაუბრკოლებელი იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინსვლა და წარმატება, აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ქადაგებისას. პარაკლის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებით მიულოცო პირველ კურსელებს, მათ დახვდებათ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ძალიან თბილი გარემო, ეს არის სასწავლებელი, სადაც მათ აღზრდასა და განათლებაზე განსაკუთრებით იზრუნებენ. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიამ ბოლო პერიოდში ჩვენი პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა კურთხევით, ჩვენი რექტორის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის უდიდესი ძალისხმევი ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია და მინდა ვისურვო, რომ ეს წელი კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი ყოფილიყოს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიისთვის. ეს სასწავლებელი ძალიან ბევრს აკეთებს. ერის საკეთილდღეოდ ეკლესიის წინსვლისთვის და მინდა ვისურვო, რომ კიდევ მრავალი ღირსეული სასულიერო პირი აღეზარდოს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას, ასევე მრავალი ღირსეული თეოლოგი, განათლებული, ღვთისმიერი, ფსიქოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, ხატმწერი, რესტავრატორი და არქიტექტორი. ტრადიციულად პარაკლისით იწყება ახალი სასწავლო წელი თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ 38 ჯერ ვესწრები ამ პარაკლისს, რომელიც პირველად, როდესაც სასულიერო აკადემია გაიხსნა ამ შენობაში, აღასრულა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორემ. 38 წლის მანძილზე სასულიერო სემინარიამ და აკადემიამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მაშინ მხოლოდ 14 სტუდენტი იქნა მიღებული სასულიერო აკადემიაში და სემინარიაში მცხეთიდან გადმოვიდა 30-მდე სტუდენტი. დღეს უკვე სხვა ვითარება, სასულიერო აკადემიას აქვს მაგისტრატურა, სადისერტაციო საბჭო თეოლოგიაში, ასეთი რამ არ არსებობდა. ეს 2013 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით და ამაში დიდი იყო წვლილი სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის პროტოპრესვიტერ მამა გიორგი ზვიადაძისა. დღეს აღესრულა ეს პარაკლისი, დაილოცა სტუდენტები, ულოცავ მე ამ ლამაზ ღირსეულ დღეს ახალი სასწავლო წლის დაწყებას სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებს, ულოცავ საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, რომლებიც დღეს ხვალ და ამ კვირაში დაიწყებენ ახალ სასწავლო წელს. საქართველოს მომავალი სწორედ ამ ახალგაზრდობის ღირსეულ აღზრდაზე და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზეა დამოკიდებული და ჩვენც მაქსიმალურად ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ის მისია, რაც პედაგოგს აქვს სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში და საერთოდ უმაღლეს სასწავლებლებში ღირსეულად შევასრულოთ.
ყველას მინდა მივულოცო ახალი სასწავლო წელი. ეს ძალიან სასიხარულო თარიღია, იმიტომ რომ ახალი სასწავლო წელი არის ახალი ცოდნის, ახალი სიმაღლეების დაპყრობის, ვთქვათ, ახალი წარმატებების წელი. და ყველას განსაკუთრებით ახალგაზრდობას, ქართველ ახალგაზრდობას მინდა მიულოცო სასწავლო წელი, იმიტომ რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან საქართველოში და სხვათა შორის ჩვენი სტუდენტები, სასულიერო აკადემიის და სემინარიის სტუდენტები არიან ღირსეული წარმომადგენლები აი ამ ჩვენი კარგი ახალგაზრდობის და განსაკუთრებით მათ ვულოცავ ახალ სასწავლო წელს. იმიტომ რომ მათ მაინც უფრო რთული გზა აირჩიეს, ისინი სპეციფიკურ ცოდნას იღებენ, ცოდნასთან ერთად იმაღლებენ სულიერებას და მერე აქვთ მოწოდება რომ ეს ყველაფერი გაიტანონ საზოგადოებაში და იქ დაამკვიდრონ. ამიტომაც განსაკუთრებით ვულოცავ ახალ სასწავლო წელს ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს სტუდენტებს და იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც დაეხმარებიან მათ ამ სიმაღლეების დაპყრობაში და ამ კეთილშობილურ მიზანში. 14 სექტემბერი ეს გახლავთ საეკლესიო წლის დასაწყისი, აღნიშნული მოვლენა უკავშირდება სახარებისეულ სწავლებას. კერძოდ, როგორც მახარებელი გვაუწყებს, მას ხო არის შედის სინაგოგაში, გადაშლის ძველი აღთქმის წმინდა წერილს, ეს გახლავთ ესაიას წინასწარმეტყველება და მოიკითხავ შესაბამის ადგილს, სადაც მითითებულია, რომ დადგებოდა შესაბამისი ჟამი, როდესაც ქვეყნიერებას მოევლინებოდა მესია. და ეს წინასწარმეტყველება, როგორც აღსრულებული მოვლენა, ისე წარმოაჩინა მაცხოვარმა და აი აქედან გამომდინარე საეკლესიო ტრადიციაში აღნიშნული თარიღი, ანუ 14 სექტემბერი დადგენილი იქნა როგორც საეკლესიო ახალი წელი. ანუ კაცობრიობის გამოხსნასთან, გამოსყიდვასთან დაკავშირებული მოვლენების დასაწყისი. აქედან გამომდინარე, რადგან ჩვენი სასწავლებელი სასულიერო აკადემია გახლავთ, სასწავლო წლის დასაწყისი ხსენებულ თარიღს უკავშირდება, თუმცა ვინაიდან ამ წელს 14 სექტემბერი კვირა დღეს მოუხდა, დღეს, ანუ ორშაბათს 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. ახალი სასწავლო სემესტრი, ისევე როგორც ნებისმიერი 14 კვირას მოიცავს თავის თავში, საკმაოდ დატვირთულია, ჩემი პირადი მცირედი გამოცდილებით შემიძლია თამამად განვაცხადო და უპირველეს ყოვლისა ვისურვებდი, რომ ეს მიმდინარე 14 კვირა, ანუ მიმდინარე სემესტრი ნაყოფიერი ყოფილიყოს როგორც პედაგოგებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და ყველა სასულიერო აკადემიაში დასაქმებულ ადამიანს როგორც მასწავლებელს, ასევე სტუდენტს წარმატებას ვუსურვებთ. საეკლესიო ახალი წლის დადგომასთან ერთად ტრადიციულად თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია იწყებს ახალ სასწავლო წელს. ამასთან დაკავშირებით რექტორმა, პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ სასწავლებელში მოღვაწე სამოდელოებასთან ერთად აღასრულა სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული პარაკლისი, რომელსაც ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მე მინდა დიდი სიყვარულით მიულოცო ამ წიაღში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებული სიყვარულით მინდა მივულოცო ახალი სასწავლო წელი პირველ კურსელებს, ახლა ჩარიცხულ სტუდენტებს და ვუსურვო მათ ნაყოფიერი და წარმატებული სასწავლო წელი. დღეს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო ახალი სასწავლო წელი. ამასთან დაკავშირებით აღესრულა პარაკლისი სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მონაწილეობას იღებდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მგალობელთა გუნდები. მოგეხსენებათ, რომ თბილისის სასულიერო აკადემიას ყავს თავისი გუნდი, რომელსაც ბატონი ლექსო გრემელაშვილი ხელმძღვანელობს, ასევე სემინარიას ყავს გუნდი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და აღესრულეს ერთიანი პარაკლისი და შევთხოვეთ უფალს, რომ მშვიდობით და კეთილად წარემართოს წლევანდელი წელი. მინდა რომ თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდის სახელით სრულიად საქართველოს მიულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები ვუსურვო ყველას. პირველ რიგში ვულოცავ ყველა სტუდენტს სასწავლო წლის დაწყებას. მე პირველი კურსელი ვარ და ჩავაბარე კედლის რესტავრაციაზე. ხატწერა ბავშვობიდან მინდოდა და ყოველთვის მინდოდა მესწავლის გარემოში, სადაც სულიერება და ხელოვნება იქნებოდა შერწყმული. დიდი ხნის სურვილი მქონდა, რომ აქ მოვხვედრილიყავი და მადლიერებითა და სიხარულით ვარ სავსე. მადლიერების გზნობა უპირველეს ყოვლისა ეკუთვნის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, რომლის უდიდესი ძალისხმევით დაარსდა უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებელი, რომელმაც არაერთი ერთგული ღვთისმეტყველო თუ სასულიერო პირი აღუზარდა საქართველოს. მადლობას ვუძღვნი იმ აკადემიურ პერსონალს, რომელიც მსახურობს სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, იმისათვის, რომ მივიღო ჩვენ უმაღლესი განათლება. და მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს სულიერ მოძღვარს, რომელიც მუდამ ცდილობს, რომ ჭეშმარიტების გზაზე მატაროს. წარმატებებს ვუსურვებ ყველას.
ახალი სასწავლო წელი დაიწყო გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტებს შეხვდნენ და მათ სწავლის დაწყება მიულოცეს. ღონისძიება გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნანა გოთუამ გახსნა. მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს საეკლესიო ახალი წელი მიულოცა და საქართველოს ეკლესიის მეთაურის ღვაწლზე ისაუბრა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით პირველ კურსელებს მიულოცა და წარმატებები უსურვა. სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა თამარ ჩხეიძემ, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა ზურაბ წკრიალაშვილმა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ. ღონისძიების მონაწილეებმა უნივერსიტეტის როლზე, მნიშვნელობასა და სასწავლო პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს ნანა გოთუამ ორ თანამშრომელს ანა ლოლაშვილსა და თეონა ბენაშვილს გალობის უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა. მთელი სულით და გულით ულოცავ უპირველესად უწმინდეს და უნეტარეს ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს ქრისტიანული კალენდრით ახალი წლის დადგომას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურებ მას. 15 სექტემბერს განაახლა გალობის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი, ისევე როგორც სხვა დანარჩენმა უნივერსიტეტებმა და ამ დღეს განსაკუთრებულად ულოცავ პირველ კურსელებს, რომლებმაც პირველად შემოაღეს დღეს გალობის უნივერსიტეტში აუდიტორიის კარები. ისინი რა თქმა უნდა ყველაზე მეტად ღელავენ დღეს, იმიტომ რომ პირველი დღეა მათთვის, გაცნობის დღე არის, მაგრამ გალობის უნივერსიტეტი სრული შემადგენლობა, ადმინისტრაცია, ასევე დეკანატი მზად არის იმისათვის, რომ პირველ კურსელებისთვის სწავლა იყოს ჩვენთან ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და მათ შეიძინონ ის უნარჩვევები და ის განათლება, რაც შემდგომში მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ ჩვენი უნივერსიტეტიდან და შესაბამისად ისინი გადასცემენ ამ გამოცდილებას მომავალ თაობას. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებს გათვითცნობიერებული აქვთ, რას ემსახურებიან. ეს არის ჩვენი საუნჯე, ეს არის ჩვენი იდენტობა, ეს არის ჩვენი კულტურა და მე მათ სულ ყველას წარმატებას უსურვებ სასწავლო პროცესში და ცხოვრების გზაზე. გალობის უნივერსიტეტმა განაახლა სასწავლო პროცესი, დღეს დაიწყო ახალი სასწავლო წელი. ჩვენ შევხვდით სტუდენტებს და მიულოცეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. განსაკუთრებით მისალოცია ეს დღე ჩვენი პირველ კურსელებისთვის. ჩვენ სტუდენტებს ყველას უსურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს. გალობის უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე ქართული ხალხური სიმღერის დიდი სიყვარულის გამო და ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, რომ ვარ ამ უნივერსიტეტის სტუდენტი და ამ დიდი ოჯახის ნაწილი გავხდინა. მინდა რომ აქ მიღებული ცოდნა, რასაც ჩვენი ლექტორები მოგცემენ, მომავალ თაობას გადავცე და უფრო გაღრმავდეს ამ საქმისადმი სიყვარული.